აი გოგონა, თქვენ შემოდიხართ. შეგვიძლია. მოგესალმებით. დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე მინდა წარმოგიდგინოთ თამარონიანი, რომელიც გუშინ საიას გამგეობამ აირჩია თავმჯდომარედ და მინდა დიდი წარმატებები ვუსურვოთ ქართულ საიას გუნდთან ერთად. ეს 3 წელიც მინდა შევაჯამო, რომლის განმავლობაშიც მე ხელმძღვანელობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ეს წლები მართლაც იყო ურთულესი ქვეყნისთვის და ჩვენ ვცდილობდით, რომ ყოველდღიურად გვიმუშავა ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის და ბევრი სირთულის მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აკეთა ორგანიზაციამ ამ წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს წინსვლას, მუშაობას და ქვეყნის სასიკეთოდ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგომას. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს პარტნიორებს, მედიას, რომელიც აშუქებდა ჩვენს სიახლეებს და საზოგადოებამდე მიჰქონდა ჩვენი სათქმელი და რა თქმა უნდა საზოგადოებას, რომელიც მიუხედავად დეზინფორმაციისა, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი დაზიანებისთვის იყო მომართული, მაინც ჩვენს გვერდით იდგა და სჯეროდა ჩვენი საქმის და გვენდობოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. დიდი მადლობა ყველას და ახლა სიტყვას გადავცემ თამარს. მოგესალმებით. მე პირველ რიგში ნონას გადავუხდი მადლობას ამ რთულ პერიოდში ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც იყო ნამდვილად ფასდაუდებელი და ღირებული საქმიანობა და ჩემი მხრივ გეტყვით, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ საიას გუნდთან ერთად და საიას ძალა სწორედ მის გუნდშია, მისი გუნდის ერთიანობაშია. ჩვენ განვაგრძობთ იმ საქმიანობას, რასაც 30 წელზე მედია ორგანიზაცია აკეთებს საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დაცვას ადამიანის უფლებების თუ ინსტიტუციების სახით. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ადამიანების დაცვას, რომლებიც ეძებენ სამართალს და ამას გავაკეთებთ ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო მექანიზმებში და მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ დოკუმენტირებას, მტკიცებულებების შეგროვებას, შეფასებას და ანალიზს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე და ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც უფლებადაცვითი ორგანიზაციის როლია რომ იყოს. მადლობა ყურადღებისთვის.